ინგლისის დროშის ქვეშ მცურავ მშრალ ტვირთმზიძე მყოფი ქართველი მეზღვაურების ბედი კვლავ გაურკვეველია. ერთ-ერთი მეზღვაურის დედის ინფორმაციით ეკიპაჟის მდგომარეობა გემზე უმძიმესია. მათ არა აქვთ საკვები და არ უხდიან ხელფასს, მანანე დიასამიძე დახმარებას ზემდგომი უწყებებისაგან ითხოვს. მეზღვაურთა პროფკავშირების ცნობით გემი უკვე მეოთხე თვეა ისკანდერუნის ნავსადგურშია გაჩერებული. მეზღვაურთა პროფკავშირებში აცხადებენ, რომ აქუა ჰერკულესის მფლობელმა გემი კრიზისის გამო ნავსადგურში მიატოვა და მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. გემი ამ ეტაპზე დაყადაღებულია ხომალდზე 4 ქართველი მეზღვაური იმყოფება, რომელსაც ხელშეკრულება 17 აპრილს ეწურებათ. მოლაპარაკებებში ჩართულია მეზღვაურთა პროფკავშირები. ოთარ დავითიანის თქმით, ისინი დაუკავშირდნენ თურქეთში ITF-ის წარმომადგენლებს, რომლებმაც მეზღვაურების საკვებითა და წყლით უზრუნველყოფა შეძლეს. მისივე ინფორმაციით მოლაპარაკებების პროცესში ჩართულია თურქეთის მთავრობაც. მეზღვაურებს უკვე შეხვდა აგენტი, რომელიც ამ ეტაპზე მათ ერთი თვის ხელფასის ანაზღაურებას, ადვოკატის აყვანას და ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას თავაზობს. საკროინგო კომპანიის წარმომადგენლის კომენტარით ამასთან დაკავშირებით იხილეთ მომდევნო გამოშვებაში. საჭმელი სასმელი არ აქვს ბავშვებს, ელემენტარული პირობები არ აქვს გემზე, გემის მფლობელი წასულია როგორც ეთყობა, ასე გაგვაგებინეს. ხელფასებზე ზედმეტია უკვე ლაპარაკი. ხოდა რა ვიცი, ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, სადმე ვინმეს ხელეწიფება ეს საქმე იმათ ყურამდე მივიდეს. თავრობაც თურქეთის ჩართულია, რომ ეს პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია, ერთი თვის ხელფასს აძლევენ, დავალიანება დიდია 34,000 ევროა ეს ჩვენი მეზღვაურების. ერთი თვის ხელფასს მისცემენ, გამომგზავრების სახში ფულსაც უხდიან და იქ გააფორმებენ აგენტთან ხელწერილს იმის მიხედვით, რომ დანარჩენ ფულს მიიღებენ გემის გაყიდვის შემთხვევაში.